ყველაზე მაგარი შედეგი უნდა დაგეს. მობას გაფიცებ არ შემაძლო. დავაი, ჩაჯე, მიდი, შემერე, დავაი. აი ხა ნახე რა, სანამ დაიწყე რა. სანამ დასტარტა უყურე. ეხა ნახე. აი პირველივე პავარო პირველი. მან უეჭველი შედი შენელებით რა. შენელებით მან შედი და დანარჩენი ყველა პავაროტში მე ნახავ შეგთო რა დაუდგება რა. უეჭველი საუკეთესო დრო უნდა დადო. მობას გაფიცებ არ შემოწყვინო რა. დავაი, შეგეძლო. ანუ უსმენ ამას მობას გაფიცებ. სამი პავაროტი შეხვდება და სამივე შიშიანები და უფრო მოვიგებ. და მე რა შემიძლია ყველა პროფესორი შალვა ისე იდგა რომ დავიბენი და პირდაპირ წავედი. ამერია ასახვევი. მოგესალმებით ყველას, ეს TL Time-ია და ჩვენი სტუმარია კვაჭი კვაჭარტირაძე. ძალიან დიდი მადლობა კვაჭი რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად, ძალიან გამიხარდა. და ტრადიციულად დავიწყებ შენს მიმართ კითხვებით. სანამ გადავალ კითხვებზე მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი ტრადიციული კითხვა, რაც გვაინტერესებს, რა იყო შენი პირველი ავტომობილი? ჩემი პირველი ავტომობილი იყო Skyline. Skyline, მარჯვენა საჭია. Nissan Skyline და ვიყავი უბედნიერესი ადამიანი. მოკლედ ეგ რო ჩამომივიდა იაპონიიდან, აი ეგეთი. რომელ წლიანი იყო თუ გახსოვს? 2003-იანი, 2002-იანი, სადღაც ეგრე იყო. რა მოგონებები გაკავშირებს ამ ავტომობილთან? მაგ ავტომობილთან მაკავშირებს ძალიან ბევრი მოგონება, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, ანუ მე ბავშვობიდან ტრანსპორტის სიყვარული მაქვს, მაგრამ უფრო ვიხდები მოტოციკლეტებისკენ. ესე რომ ვთქვათ, ბაიკერი ვარ. ანუ რამდენი ტრანსპორტის გამოცვლილი მყავს მოტოციკლებში, ბევრად ნაკლები მყავს ავტომობილებში. და ანუ კარიერა ესე რომ ვთქვათ, ავტომობილებში დავიწყე Skyline-ით და ნუ აი პირველი რო იყო და ეს და თავიდან ხო ეს პირველი მანქანა და გემარიაჟება და ანუ ბევრი რამე ძალიან თბილად მახსენდება. რამე პრობლემები შეგიქმნა, ანუ რაც გააკეთე მაგალითად ამ ავტომობილზე? არა, სხვათა შორის იმდენად კმაყოფილი დამტოვა მაგ მანქანამ, იმდენად კმაყოფილი დამტოვა, რომ იმის მერე რაც კი ტრანსპორტი შევიცვალე მანქანებზე გულისხმობ, ეგეთი კმაყოფილი ჯერჯერობით რაც მანქანას გადავდებ, დაჟე. ეხლა როგორც ვიცი, ავტომობილი არ ყავს, ხო სწორად ვიცი? კი, ეხლა არ ყავს ავტომობილი. რა მოტო ყავს? ჩემ და სამწუხაროდ ეხლა რაღაც მოტოციკლეტი არ მყავს. ანუ ეხლა საერთოდ მეტროთი ვარ. მეტრო და სკროლი და ნუ ასე შემდეგ. მაშინ რაც გეგმავ ესე კითხავ, აი ესე გაუსმევ ხას. რა არის შენი ოცნების ავტომობილი ან ბაიკი? ანუ რის ყიდვასაც აპირებ მომავალში. ანუ მოტოციკლეტს რაც შეეხება, ანუ მოტოციკლეტი არის ჰობიც, სპორტიც, გადასაადგებელი საშუალება, ცხოვრების სტილიც, ანუ ადრენალინი, ექსტრემი, ანუ ყველაფერი არის მოტოციკლეტი ჩემთვის. ავტომობილს ვიყენებ მხოლოდ ანუ აი გადასაადგილებელ საშუალებას. ანუ სამსახურში მიდი, მოდი, იქ მიდი, იქ წადი, იქ წამოდი და ანუ სო. მაგრამ ავტომობილსაც შეეხება, ანუ ბავშვობიდან მიყვარს დიდი მანქანები. Wrangler-ი, დალიფტული, Dodge Ram-ი და ანუ აი ხო ხდები რა. ასე იგი. ანუ ალბათ Wrangler-ს განიხილავ მომავალში. Wrangler-ს განიხილავ კარგა ხანია. და იმიტომ არ ვჩქარობ ახლა ავტომობილის შეძენას, რომ თუ შევიძენ, მინდა რომ Wrangler-ი შევიძინო. და მაგიტომაც არ ვჩქარობ. ძალიან კარგი. რა მუსიკას უსმენ საჭესთან? ნუ როცა ყავდა ავტომობილი. ანუ აი ეგ ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის. ანუ ბაიკით როცა მოძრაობ, შლემში გამორიცხულია, ნუ Bluetooth-ი ყურსასმენები მიკეთია. მუსიკოთ ძალიან მიჭირს სიარული. მაგრამ ani ხასიათს გააჩნია. აი საცობში ცოტა სხვა მუსიკა, ნუ აი სიჩქარის დროს ცოტა სხვა მუსიკა, აი ესე ვერ ვიტყვი. კონკრეტულად მაგაზე პასუხს ვერ გაცემ, ეს ავტომობილში ვეს. ერთი რაღაცა ბენდი გითხარი, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ. AC/DC. ხო. ბაიკზე კარგი დრაივის რაღაცა ხო რა მოა. AC/DC. რამდენად 7 მძღოლი ხარ? მე ვნახე ახლა შენი გავლილი ტრასა და
ვერ გეტყვი რომ 7 მძღოლი ხარ და აი რამდენად 7 მძღოლი ხარ საცობში, ქალაქში, ყოველდღიურ ევროპაში. აი ჩვენს პირობებში რო ეძახიან ნევროზიანი მძღოლები, ხო, აი ნევროზიანი მძღოლი ვარ, მაგრამ თქვათ ნევროზიანი მძღოლიც არ ვარ, მე უფრო ვაბრალებ მოტოციკლს, იმიტომ რომ აი მოტოციკლეტის მერე რომ მანქანაზე ვждები, ხო. ანუ ისევ თავი იქ მგონია. ალბათ საცობის ბრალია, ხო? აი საცობის ბრალი არის. გულის მოკვაჭი იცი? მე მოტოთი ხა საცობში ძირითადად არ დგახარ გაძრები, გამოძრები და მანქანით გიწევს. კი, მაგრამ ანუ აი რაღაცა აი ესეთი აგრესიული მძღოლი ვარ მოტოციკლედზეც, მანქანაზეც, ანუ აი სიწყნარე, სიმშვიდე, წყნარად, ესე დასტონი და სიარული, ნუ აი არ შემიძლია. რო არ მეჩქარებოდეს, მაინც ადრე მივდივარ ყველგან, იმიტომ რომ აი მაინც მეჩქარება, საჭესთან არ უძვარ მეჩქარებას. და იქიდან გამომდინარე აგრესიული მძღოლი ხარ. რამდენად ხშირად ჯარიმდები და რა იყო ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც დაგამახსოვრდა? ყველაზე დიდი ჯარიმა იყო ლიშენია ჩემი. ეგ იყო ყველაზე დიდი ჯარიმა. ოღონდ არასდროს ალკოჰოლით საჭესთან ამშვიდობა. არასდროს. ნუ მოკლედ ერთხელ მოხდა ჩემ ცხოვრებაში ისე რომ ბათუმში შარშან, ნუ თავზევით რო ძალა არ არის მოკლედ. უნდა დამждარიყავი საჭესთან და აი მანდ იყო ჩემი 1 წლიანი ყველაზე დიდი ჯარიმა ლიშენია, ეგრეთ წოდებული. რამაც გადამაგორებინა სკროლმა. სკროლით გადავაგორე ისე რომ ვერც გავიგე. და всё მორჩაო, გავუვიდავა და. კი, მართვის მოწმობა მაქვს და გავუვიდა პატიოსნად, კანონით, ყველაფერი როგორც ხდება. და კარგი, შვენიერი. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად საჭესთან, აი არაკეთის ინდისიერი მძღოლები, რომ რაღაც მანევრებს აკეთებენ და ყველაზე მეტად რა არის შენთვის გამაღიზიანებელი? გამაღიზიანებელი, ანუ ამას ეხა მართლა გულწრფელად გიპასუხებ, რა? კი. ყველაზე მეტად, ანუ აი შეიძლება გაცოფდე რა. ანუ წითელზე რო დგახარ, პირველი რო ხარ და წვანი ანთებული რო არ არის და უკრიდან სიგნალი რა. ანუ მაგაზე ხო აი არ ვიშლები ჭკუიდან და მეორე არის მაგარსაცობში რო დგახარ და ეს ძალიან რო ეჩქარებათ და ძალიან გენიოსი მძღოლები რო არიან, აი გვერდზე ბარდიულს, კედელს, ხეს ვაეკრობიან და აი გვერდულად რო ძალიან წყნარად ჩვიდათ რო ჩაგივლი ამ გორს და თან ესე რომ გადმოგხედავენ რა. ნუ შენ გეხალისება იქ დგომა რა. აი ეგ ორი რაღაც არის ჩემ. დაგისინალებია მაგ დროს? არა, დამისინალები არა, გამისვია მაგ დროს დაჟე. არ გავატარებ, გამორიცხულია. არ გავატარებ. ანუ შეიძლება მანქანა დავაზიანო და დაუზიანო, მაგრამ აი არ გავატარებ. ჩემთვისაც ყველაზე მეტად ეგ არის გამახსენებელი. პატიოსნად გახარ საცობში, მიდიხარ შენთვის და ვიღაც შენზე ვითომ ჭკვიანი ხო, ნუ ჩვენ გვეხალისება რა იქ დგომა. არა, ანუ შანსი არ არის გატარების რა მაგ შემთხვევაში. მოდი პოზიტიურზე გადავიდეთ. წავედით. აი რამე სახალისო ისტორია გაიხსენეთ, თუნდაც ბაიკთან ან თუნდაც ავტომობილთან დაკავშირებით, რაც გადაგხდა. ბაიკთან დაკავშირებით გავიხსენებ ძალიან ბევრს, მაგრამ მოდი ავტომობილზე გეტყვი. უფრო ავტომობილს დავიყრდნობი, ახლა ავტომობილებზე არის განხილვა ამ გადაცემაში. ანუ ერთი გოგო მომეწონა ძალიან. ეს ხდება ქალაქში მოძრაობის დროს. კერძოდ სხვა მანქანით. გვერდზე ამომიდგა შუქნიშანზე და ანუ რო გავხედე, ვა. ლამაზი მანდილოსანია. ნუ ეხა ინიციატივა მინდა გამოვიჩინო. ამას გიყვები აი რა პერიოდში ეს Skyline-ის მერე რომ მეორე მანქანა მყავდა რა და ნუ კიდე იმ Skyline-ში რო ვარ ჩარჩენილი რა. და მეორე რა იყო? მეორე იყო BMW. ოკეი, ნუ შეიძლება ფანჯებდა. მაგითაც ხო რა და ნუ ანუ თან ეს BMW-ს, BMW-ს მძღოლებს ხო ცოტა ისე უყურებენ რაღაცა თან ეხა ნუ რაჟესტია ხო რომ ესე გაიცნო და ნუ დავარტყი რა უკნიდან რა შემდეგ შუქნიშანზე ნუ დავარტყი უკნიდან ოდნავ მივარტყი ნუ გადმოსვლა გაკეთება შეთანხმება ნომრების გაცვლა ის და მესამე დღეს მივედით ეგრეთ წოდებულ პროფილაქტიკაში ნუ ეს უკანა მხარე რაც დაუზიანეოდნავ შეუღებ ის და ნუ მაგის მერე წელიწადი და 3 თვე ვიყავით ერთად. იუბილეიანი დარტყმა? ხო, ანუ მიღირდა ეგ დარტყმა რა. ნუ წელიწადი და
რაღაც პერიოდის მერე ერთად ვიყავით, მაგრამ რაღაც პერიოდი ვიყავით ერთად. აი მახსენდება ყველაზე ისე ავტომობილი. არა, აი მექანიკა რა, არის სხვა ტაიპი. უგეწონებათ შეგიძლიათ დაარტყათ თავისუფლად, რაღაცა მსუბუქად, დაგიჯდებათ 1-300 ლარი, გაკეთება, მაგრამ სამაგიერო. მაგასაც თქვენ არ რეგულირებთ, დაჟე რა დაგიჯდებათ და როგორ დაგიჯდებათ. ყველაზე მაგარი შედეგი უნდა დადოთ. ძმობას გაფიცებ არ შემარცხნივ. დავაი, ჩაჯეგი, მიდი, შემერე, დავაი. აი ხა ნახე რა, სანამ დაიწყდი რა. სანამ დასტარტა უყურე. ეხა ნახე. აი პირველივე პავაროტი რო არის, მან უეჭველი შედი შენელებით რა. შენელებით მან შედი და დანარჩენი ყველა პავაროტში მე ნახავ შენ თვითონ რა და როგორ იქნება რა. უეჭველი საუკეთესო დრო უნდა დაიღოს. ძმობას გაფიცებ არ შემარცხნივ რა. დავაი, შეგვიძლია. ანუ უსმენ ამას მობას გაფიცებ. სამი პავაროტი შეგვდება და სამივე შეშიანები და უფრო მოიგებ დროს. ყველა პროფესორი. როგორ იყო დღევანდელი დღე? როგორ შეაფასებდი? რთული იყო, მარტივი იყო? ანუ იმის და მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში, ტრეკს ეხა პირველად არ შევხებილა, უმეტესად ვეხებოდი მოტოციკლით. ძალიან დიდი ხანია ტრეკზე არ ყოფილვარ და უფრო ადრენალინზე მეტად, რაღაც ტკბილი მოგონებები უფრო მომაწვა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ ძალიან კარგი ხანია არ ყოფილვარ. დიდი ხანია ეგ ადრენალინი არ მიგძნია და ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უფრო ტკბილი მოგონებებში გადავარდი, ვიდრე რაღაც რაიმე შიშის ფაქტორი არ ქონია. არა, შიშის ფაქტორი არ მქონია, იმიტომ რომ ტრანსპორტთან ბავშვობიდან ეგრე რომ ვთქვათ შეხება მაქვს, როგორც წეგან აღნიშნეს, ხულიგანი მძღოლი ვარ. ცოტა უხეში სიარული მიყვარს. ჩემი ოფიციალურად არ მიჯდება მანქანაში. მორიცხული, არ მიჯდება მანქანაში. აკს გამოიძახებ, ავტობუსა მე არა, ოღონ მე არ ჩამიჯდება, არ უნდა ჩემგან არსა წაყვანა. ყველაზე რთული მონაკვეთი რომელი იყო? იმის და მიუხედავად, რომ ლილო არენაზე პირველად ვიყავი, უფრო რუსთავის ტრეკზე მქონდა შეხება, როცა მქონდა. მეორე მოსახვევი იყო ცოტა რთული, იმიტომ რომ არ ველოდებოდა. და რაღაცა ხო, უცებ შევეჩეხე, ესე რომ ვთქვათ რა. კონჩვენი ოპერატორიც კინაღამ შეიწირე, ხო? ჩვენი ოპერატორი კინაღამ. მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ღვთისწყალობით. კვაჭი, ერთი სიტყვით რომ შეაფასო, შენი გამოსვლა დღეს ლილო არენაზე რა სიტყვით შეაფასებდი? კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. შენი აზრით კარგი დრო დადა? ანუ ეგ როგორი სიტუაცია იცი? იქ რო ზიხარ მანქანაში და რომ მართავ. მაგ დროს გონია რომ ანუ ამ დაფაზე არის 4 კაცი ხო? აი აქ რო ეხა 100 კაცი იყოს გონია რომ აი 100-ვეზე მაგარ შედეგსდებ რა იქ რო ზიხარ. აი იქინა რომ გადმოდიხარ. მე უკვე გონია რომ ბოლო ხარ რა და ვერდა. შენი აზრით აი ამ დაფაზე სად იქნება შენი სახელი? აი 4 კაცში. შუაში, ქვემოთ. აი არ ვიცი რატომ გონია ეხლა. ცოტა თუნდაც ამბიციურადაც ჩამომართვით, მაგრამ იქიდან გიპასუხებ ეხლა ვითომ მანქანაში ვზივარ და ვმართავ. ხო. აი მანდიდან გიპასუხებ, სტუდიიდან არ გიპასუხებ, რატომღაც მგონია რომ პირველზე ვიქნებ. გასაგები. მაშინ ცოტა დავკონკრეტეთ. ამ დაფაზე პირველი ადგილი დღესდღეობით უკავია მაინერს, მისი დრო არის 37.86. შენი აზრით, აი რა დრო იქნება შენ? აი 35-37. 35.
15-27. რატომღაც ეგრე მგონია? შეიძლება 45 იყოს ან 50, მაგრამ მოდით ნახოთ რა დრო დააფიქსირა კვაჭი კვაჭანტირაძემ ლილუ არენაზე. ოღონდ სანამ გააკრავ აი ტრეკიდან ხო არ მითხარი არ მაჩვენები და გადაცემის და ეხლა უკვე აღარ მინდა. ტრეკიდან მეღვეწე და ეხლა უკვე აღარ მინდა რომ ნახო. გადი და დავთავ. შეიძლება გადაცემაში ვნახო მე თქვენთან ერთად. ანუ სათხარ? კი. შენი დრო ლილუ არენაზე არის ამ დროს ის უნდა იყოს. ბამ ხო. 35 და 84. ოპა. ანუ რაღაცა არ შემდგარვა. იმოცავ. აი რაღაცნაირად აი შიგნიდან რო გჭამს, ხო იცი? აი არ ვიცი, მაგრამ რატომღაც თითქმის დროც სწორად კი 35 წამი გამოიცანი და მაყურებელს მინდა უთხრა ეს დავაფიქსირებ რომ არა მხოლოდ პირველზე არის კვაჭი, არამედ მეორე ადგილს მეორე ადგილს საკმაოდ დიდი სხვაობით გადაასწრო, თუ დააკვირდები 37.86-ია მეორე ადგილი და კვაჭის დრო არის 35.84. ეს დრო საკმაოდ დიდი არის ხოლმე სხვაობა. ვაა. გილოცავ. მადლობა, ანუ ესეთ იმასაც არ ველოდი სიმართლე გითხრა. აყოფილი ხარ შენი დროით? ძალიან. ესე უყურებ. საკმაოდ დიდი დროით აჯობე მეორე ადგილს და გაუჭირდებათ მომავალ სტუმრებს შენი დროის გაუმჯობესება. ტრეკიდან მოყოლებული ხო ჩემი დრო მაინტერესებდა ყველაზე მეტად და ეხლა ყველაზე მეტად მაინტერესებს შემდეგი სტუმარი ვინ იქნება და მე რა შედეგს დადებს შემდეგი დაჟე ჩემ გადაცემის გასვლამდე ველოდები უკვე შემდეგ სტუმარს და შემდეგი სტუმრის დროს. შენ ვისი სურვებდი კვაჭი, რომელიც ცნობილ პიროვნებას რომ მოვიდეს და შეეცადოს შენი რეკორდის დამხობა. გულით გითხრა? გივის ხარობზე. მართლა? აუ გივი იქნება ტრეკზე ვერ გეტყვი. სასწაული. ჩაინიშნეთ აუცილებლად. და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველას თქვენ მაყურებელს და თქვენი მაყურებლის გარდა კიდე ვინც იქნება მე თქვენი მაყურებელი სამომავლოდ დარწმუნებული ვარ რომ ყველას ენდომება ბატონი გივის სიხარულიძე ნახონ ტრეკზე როგორ გონკაობს ესე რა ძალიან ბატონ გივის აუცილებლად შევეხმიანებით და ნახოთ რა შედეგს დადებს. გილოცავ კვაჭი. მადლობა. მადლობა რომ გვესტუმრე და გილოცავ რომ შენი სახელი პირველ ადგილზე ამ დაფაზე და გისურვებ რომ წლის ბოლომდე მინიმუმ ამ ადგილზე დარჩეს. ეგ უნდა მეთქვა ეხ სანამ დაგემშვიდობოთ რომ ნეტავ მეთქი აი ესე ბოლომდე იყოს აქ რა. ნუ ბოლომდე არა ეხა ჯობნი არ დაილევა მაგრამ ცოტა 1-2 თვე მაინც რო იყოს არ იქნება ურიგო და მე ნუ ეხა ბატონი გივი რომ მოვა დარწმუნებული ვარ. დადებს ნაკლებს შედა. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრად მოსვლისთვის. ეს იყო TL Time, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა ბევრი ესეთი საინტერესო სტუმარი იხილოთ ჩვენს გადაცემაში. გემშვიდობებით.